ერთხელ ერთი დიასახლისი სახლიდან გამოვიდა და საკუთარი ეზოს კართან 3 მოხუცი დაინახა. ვერც ერთი მათგანი იცნო, ამიტომ გადაწყვიტა, რომ უცხომგზავრები იყვნენ და სახლში შეიპატიჟა. ცოტა დასვენება და სადილით გამასპინძლება შესთავაზა. მათ კითხეს, ქმარი ხო არ იქნებოდა წინააღმდეგი. ქალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ყველა ერთად ვერ შემოვალთ, უპასუხეს მგზავრებმა. რატომ? გაუკვირდა ქალს. მაშინ ერთმა მოხუცმა ერთ-ერთ მეგობარზე მიუთითა და უთხრა. მას სიმდიდრე ჰქვია. შემდეგ მეორისკენ გაიშურა ხელი. ეს წარმატება გახლავთ. მე კი სიყვარული ვარ. ახლა წადი და შენს ქმარს მოელაპარაკე. ვის ნახვას ისურვებდით თქვენ სახლში? ქალი წავიდა და ქმარს გადასცა მოხუცების ნათქვამი. რა კარგია, თქვა ქმარმა. მოდი სიმდიდრე დავპატიჟოთ. მოვიდეს და სიმდიდრით აავსოს ჩვენი სახლი. ცოლი შეეწინააღმდეგა. ძვირფასო, უკეთესი არ იქნება თუ წარმატებას მოვიპატიჟებთ? მათი პატარა ქალიშვილი იქვე კუთხეში იჯდა და მშობლების კამათს უსმენდა. მიირბინა მათთან და უთხრა: იქნებ სიყვარული მოვიპატიჟოთ. მაშინ ჩვენი სახლი სიყვარულით აივსება. დაუჯერეს პატარა ქალიშვილს. ქალი გარეთ გავიდა და უთხრა მოხუც მგზავრებს: სიყვარულს ვთხოვთ, ჩვენი სტუმარი იყოს. სიყვარული წამოდგა და კარისკენ წავიდა. დანარჩენი 2 მოხუციც ადგა და ფეხდაფეხ მიჰყვა მას. გაკურებულმა ქალმა კითხა სიმდიდრეს და წარმატებას. თქვენ ხომ მითხარით, რომ მხოლოდ ერთს შეეძლო სტუმრობა? მოხუცებმა გაიღიმეს და უთხრეს: თქვენ რომ სიმდიდრე ან წარმატება მიგეწვიათ, დანარჩენი 2 გარეთ დარჩებოდა. მაგრამ რადგან სიყვარული აერჩიეთ, ჩვენც მოვდივართ. სადაც სიყვარულია, იქ არის სიმდიდრეც და წარმატებაც. ჩვენი პროექტის მიზანია ყოველდღიურად უფრო უკეთესი გახადოს ადამიანების სულიერი და ემოციური მდგომარეობა, გაამხნევოს და შთაგონება მისცეს მათ. ამიტომ ნუ გამოტოვებ შენ შესაძლებლობას და გამოგვიწერე. გახდი ჩვენი პლატფორმის წევრი.